ესეთი საიმედო გვეგულებით ფიზიკოსი ხელვაჩაურში. უდიდესი მადლობა თქვენ. შეკითხვები იყო რამოდენიმე შეკითხვა როგორც ვიცი. არაჩვეულებრივი გოგოა თავის ესეთი საინტერესო პროექტებით, მიმართულებით ძალიან საინტერესო მუშაობს 17 ბავშვი ახლა სკოლაში. დიდი სკოლაა. აი ეს ავედით. ის 17 ვინც ჩართული. ლანიმშები. სხვათა შორის მე თქვენ გახსოვთ რომ პირველ კონფერენციაზე თქვი, მაშინ 200-მდე მოსწავლე იყო ჩვენ სკოლაში და აი ამ ბოლო ორ წელიწადში. თავნა მე მაგ ესეთი შეკითხვა აღფრთოვანებული ვარ და გითხრა. უბრალოდ აი პროექტის მიზნები, ამოცანები მინდა რომ რაღაცნაირად შევაფასო და მინდა რომ ამაღალი გულა დავწერო მაგაში. ხო და ცოტა რომ მომეხმარო, კარგი იქნება. აი ამ კონკურსის პირობებში, აი ამ საკონკურსოდ თქვენ როგორ წარმოგიდგენთ ამ პროექტის განვითარებას ზე მუშაობთ და ამას გვთავაზობთ და აი ამის მაგალითად ისურვებდით ამის შემდგომ დაფინანსებას თუ აი ეს ვერ გავიგე. მოქმედი STEM კლუბია, არაჩვეულებრივია, მუშაობს. მე მაგალითად იმდენი საკითხი გამოყავით, რომ კიდე თითოეულ საკითხს პროექტებად ვაქცევდი და გამოვითარებდი, მაგრამ აი ამ ეტაპზე თქვენ როგორც პროექტის ავტორი, რა სიტყვით დიოგენისგან მარტივად რო ვთქვა. მადლობა ამ კითხვისთვის. თვითონ პროექტის განაცხადსაც რომ ავსებდით, ამდენი რაღაცა არ გქონდა ჯერ კიდე გაკეთებული და მინდა გითხრათ რომ ეს რესურსები კი გადმოგვეცა და 3D პრინტერი გვაქვს, მაგრამ 3D პრინტერი რომ გამოვშალოთ, PLA მასალაც საჭირო არის. აი სწორედ პროექტის განაცხადს რომ ავსებდით, აი ესენი მივუთით უფრო მეტად ეს სახარჯი რესურსები, რომელიც ჩვენ რეალურად მეც მერიდება ხოლმე რომ სკოლის ბიუჯეტიდან მოვითხოვოთ, ხშირად შეფასებიდან ვიხდი ხოლმე ამ თანხას. აი ამ მიმართულებით და იქ როცა იყო ადამიანურ რესურსებზე საუბარი, იქ რა თქმა უნდა დაფინანსება არც მომითხოვია, იმიტომ რომ მე რეალურად რასაც გაკვეთილებზე ვერ ვაკეთებ და თქვათ რაღაცაზეც ვიწყდება ხოლმე საგაკვეთილო პროცესში, რეალურად ვიღებ ხოლმე ამ STEM კლუბიდან იმ დადებით უკავშირს და ფაქტობრივად აი ეს ენთუზიაზმი ძალიან მაღალი მაქვს ამ მიმართულებით და სხვა მასწავლებლების, თქვათ ქიმიის მასწავლებლების ძალიან დიდი სიამოვნებით ჩაერთვება ხა ამ პროექტის მომავალ განვითარებაში, იმიტომ რომ ჩვენ სამომავლოდ აქ კიდევ იმდენი რაღაცის ჩამატება გვინდა, აქ 3D მოდელები გვინდა რომ გავაკეთოთ, გვინდა რომ აი თქვათ ეს ერთმა კიდაზე ეტევა ეხლა ისე გვაქვს და მოსწავლეებს ჯერ კიდევ ბევრი იდეა აქვს სამომავლოდ, თუნდაც ის ჰაერისგამწვევი სისტემა რომელიც ვახსენე, კიდევ არის რაღაცები რაც დავიწყეთ და მე აღმოჩნდა რომ კიდევ რაღაცა ნაწილები დავაკლდა, მაგალითად დრონის აწყობა დავიწყეთ და ვაგია ერთ-ერთი კომპონენტი მნიშვნელოვანი, აი ესეთი რაღაცები არის ხოლმე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ თქვენ მოიწონებთ ამ პროექტს და დაგვეხმარებით, რა თქმა უნდა, სამომავლოდ კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მივიცემთ და ბევრ რამეზე ვითანამშრომლობთ მომავალში. ჟიურის შეგიძლიათ მადლობა, ესე იგი ჩვენ სახელმწიფოსთან დაკავშირებით აქვს კაბოდონ თამარს კითხვა კიდევ ერთი, მაგრამ მე მგონი შესვენების დროსაც შეიძლება პრინციპში. კარგით, კი ბატონო, ესე იგი, მოკლედ, ეხლა უნდა წარმოგიდგინოთ. დიდი მადლობა, კიდევ როგორ უკაცრავად ბოდიში. უკაცრავად ბოდიში. მამაცად. თუ არიან მასწავლებლები, რომლებიც ინტერესის გამო შეუზღუდავი რაოდენობით, აი ამ სკოლის კონტინგენტიდან გამომდინარე, შეძლებენ თქვა თანამშრომლობას მოსწავლის კავშირის შესაძლებლად. მადლობა კითხვისათვის. ეს 17 მოსწავლე, რომელიც მეწერა ყველას მე ვასწავლი უშუალოდ განკვეთილზეც, ასე ვთქვათ, მაგრამ კიდევ არიან ჩართულები მოსწავლეები მე-9
ისე ჩვენთან შეუზღუდავი არის ხოლმე დაწყებითი კლასელებიც რომ აღებენ ხოლმე ამ ოთახს მათთვისაც მოვიფიქრე რომ სპეციალურად ერთ დღეს კვირაში ერთხელ გამოვყოფ, იმიტომ რომ რესურსების ნაწილი გვაქვს ისეთი, რომელიც აი სულ პატარა ასაკის მოსწავლეებსაც შეუძლიათ რომ